რატომ არის ჰანსი ფლიკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპეციალისტი? 20-24 წლის ზაფხულში გერმანელმა მწვრთნელმა რბილად რომ ვთქვათ, არც ისე საუკეთესო ბარსელონა ჩაიგო. ჩავის ფორმაციის გუნდი ბოლო სეზონში საერთოდ უტირებულად დარჩა. შესაბამისად, კატალონიაში ცვლილებების ქარმა დაბედა. ჟოან ლაპორტამ კი არჩევანი ჰანსი ფლიკზე შეაჩერა. დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ შემწყდა. კლუბი სულ სხვა საფეხურზე ავიდა, ამერ წელიწადში მოიგეს ლა ლიგა, სუპერკოპა და კოპა დელ რეი. უშუალო კონკურენტი მადრიდის რეალი სეზონში 4-ჯერ დაამარცხეს. გახსოვთ ვის ჰქონდა მსგავსი შედეგი აქამდე. სადებიუტო 4 კლასიკოში წარმატების მიღწევა პეპ გვარდიოლამ შეძლო. ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც ერთი ნაბიჯი აშორებდა. იქ ოდნავი გამართლების ელემენტები და ვინც ის რა მოხდებოდა. ფაქტია და სტატისტიკაც ამის დასტურია, რომ ჰანსი ფლიკის გუნდები ფინალებს არ აგებდა. ბარსელონამ ამ სეზონში 150 გოლზე მეტის გატანა შეძლო. გრავლისმტკბელი ციფრებია რა. გერმანელი სპეციალისტის მიერ გატარებული რეფორმები ბარსელონას განახლებული სათამაშო სტილი, მიღწეული შედეგები და მისი გავლენა კლუბში მიმდინარე პროცესებზე ფიქრობ პირდაპირ ცხადყოფს ჰანსი ფლიკის სიდიადეს. თქვენ როგორ შეაფასებდით ბარსელონას სეზონს?